დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლობა პირდაპირ ეთერში, როგორც დაგბერდით, ისევ და ისევ სტუმართან ერთად, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ თამარ ციცვიძეც გვეწვია, ინგლისური ენის რეპეტიტორი და ამავდროულად 32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, მასწავლებელი. გამარჯობა თამარ, როგორ ხარ? გესალმებით. მადლობთ, კარგად, თავად როგორ გიგითხოთ? მადლობა სტუდიაში. ვცდილობთ რომ ვიყოთ კარგად, მეც ბედნიერი ვარ ახალ სტუდიაში და ასევე ბედნიერი ვარ რომ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ისევ და ისევ გვექნება შესაძლებლობები რომ კომუნიკაციები გქონდეს ჩემს არაჩვეულებრივ სტუმრებთან და ძალიან მომენატრა მოკლედ თქვენთან საუბარი. ბედნიერი ვარ და მადლიერი სამყაროსი რომ მომეცა ამის შესაძლებლობა. განწყობა როგორია? არაჩვეულებრივი. ძალიან კარგი. რა ხდებოდა ამ წლების ერთი წლის მანძილზე, როცა ჩვენ კომუნიკაცია არ ქონდა, გადაცემაც არ გადიოდა პირდაპირ ეთერში ეს სისტემატურ რეჟიმში, რა ხდება საგანმანათლებლო სივრცეში? მე მახსოვს, რომ შემოიფარგლებოდით თქვენი აღსაზრდელებით, რომლებსაც ლამაზ სივრცეში უზიარებდით თქვენს გამოცდილებას, ცოდნას ინგლისურ ენასთან მიმართებაში და სკოლაშიც გადაგინაცვლებიათ. როგორია თამარი ამ შემთხვევაში როგორც პედაგოგი? ფიქრობ, ჩვეულ ამპულაში არ აქვს ალბათ მნიშვნელობა მასწავლებელისთვის, რომელ სივრცეში გიწევს მუშაობა, მთავარია იაზრებდეს სწორად შენი პროფესიის პასუხისმგებლობას. განწყობა არ შემიცვლია არც საჯარო სკოლის კედლებში, იგივე განწყობით, იგივე შემართებით. ჩემეული ვერსიით მაქსიმალურად ვცდილობ, რომ თითოეულ შემსვლელ კლასში, სადაც მიწევს შესვლა, პირველ რიგში იყოს კომფორტული და სასიამოვნო სასწავლო გარემო. და აი ამ ფონის შექმნის შემდეგ, რა თქმა უნდა, იყოს მაღალი აკადემიური ხარისხი. ჩემი პირველი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო, არის და ასე იქნება ალბათ სანამ ამ პროფესიას ვემსახურები, მოსწავლისთვის სასიამოვნო ბარიერების გარეშე შექმნილი სასწავლო გარემო. ხო, ეს გარემო ალბათ ყველა კლასისთვის, ახლა სკოლის მაგალითზე ვისაუბროთ, განსხვავებულია. მე შეიძლება ბედნიერი რაღაც ერთ გარემოში ვიყო, თქვენ განსხვავებულ გარემოში. რა თქმა უნდა. თამარი და ლაშა კიდე კაცის მიღმა რომ მუშაობენ, ისინი სხვა გარემოში. რამდენად მცირე დროში უნდა აღიქვას მასწავლებელმა, რა სურს მოსწავლეს, იმიტომ რომ ხა ეგ შესწავლა რომ ერთი წლის მანძილზე გაგრძელდეს, ფაქტიურად ერთი წელი დაიკარგა. რა თქმა უნდა. აუცილებლად პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, სწორედ ეს არის, რომ შესვლისთანავე აუცილებლად უნდა იგრძნოს თითოეული მოსწავლის განწყობა, როგორც მასწავლებლის მიმართ, საგნის მიმართ და პირველ რიგში ამოიკითხოს და შეისწავლოს მისი ინტერესის სფერო და შესაბამისად მოერგოს საგანზე მერე, რომ აი мотиваცია იყოს პირველი ნაპერწკალი იმისათვის, რომ გაღვივდეს სამუშაო პროცესი. სწორედ ამიტომ, რომ ეს ტემპი სწრაფად წარმართული იყო სკოლაში შესვლის პირველივე დღიდანვე, ჩვენ დავაარსეთ ინგლისური ენის ლიტერატურული კლუბი, რომელიც საკმაოდ აქტიურად ახორციელებს ძალიან ბევრ პროექტს და არა მხოლოდ ლიტერატურას, ჩვენ სხვა მიმართულებით მუშაობთ კლუბში და მინდა აღვნიშნო, რომ კლუბში არ არის მოთხოვნა აუცილებლად იყო 1000-ანი ან წარმატებული მოსწავლე. კლუბში შეუძლია ნებისმიერ მოსწავლეს, ვისაც სურვილი აქვს, შემოგვიერთდეს და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ საჭიროებებს, ინტერესის სფეროებს და დავიგეგმოთ შესაბამისად. აქედან გამომდინარე, რაიმე კონკრეტული ლიმიტი სხვა არის, რომ აი თქვენ ვერ იქნებით ჩვენს კლუბში, არც ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს და ამის მაგალითი იყო ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩარლზ დიკენსის საშობაო სიმღერა გავაცოცხლეთ და აბსოლუტურად სამივე საფეხურის მოსწავლეები ღებულებდნენ მონაწილეობას, ეს იყო რა თქმა უნდა სრულად ინგლისურ ენაზე, მაგრამ იყო ადაპტირებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ვფიქრობ არაფორმალური განათლების ჭრილი დღესდღეობით თანამედროვე განათლების მიდგომებთან არის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოსწავლეს ააპოვნინო, აღმოაჩენინო საკუთარი შესაძლებლობები, საკუთარი თავის რწმენა, რომ არაფერია შეუძლებელი, თუ კი იპოვი საკუთარ თავში იმ შენს მანათობელ წერტილს, რამაც უნდა გადაგიყვანოს შემდეგ ეტაპებზე. და გაგხადოს 1000-ანი თუ აკადემიურ მოსწავლეს. ხო, ნახეთ, მე ზოგადად არ კონცენტრირდები ხოლმე ქულებზე და ანუ ქულა არ არის მთავარი ინსტრუმენტი შეფასებისთვის ჩემთვის. მართალია, რა თქმა უნდა, მიუყვები იმ ჩარჩოს, რაც არის შეფასების სისტემაში, მაგრამ აი ყოველთვის ვაკეთებ განმარტებას. ჩვენ არ ვსწავლობთ ქულისთვის, 10-იანისთვის, 9-იანისთვის. ჩემი მთავარი მიზანი არის გაკვეთილზე შესვლის დროს, რომ ის მასალა, რაც
უნდა მივაწოდოთ, იყოს აღქმადი, გაგებადი, იყოს პრაქტიკულზე ორიენტირებული და არა მხოლოდ მოდით სიტყვები ვისწავლეთ, დავიზეპირეთ, დავწერეთ, ჩავაპარეთ. აი მაქსიმალურად ყოველთვის ვცდილობ, რომ თითოეული გაკვეთილის თემატიკა იყოს პრაქტიკულზე ორიენტირებული, რადგან ეს ენაა და მისი მთავარი მაინც დანიშნულება გამოყენება არის. შესაბამისად, აი გაცილებით პატარებში, ანუ უკვე იგრძნობა, რუსენას უკვე მეორე წელი აგიწევს შეხება, უკვე არ არის ბარიერები, რომ აი შეიძლება ადამიანი 1000 სიტყვა იცოდე და 2000, მაგრამ საჭიროების დროს კონკრეტულ მომენტში წინადადება ვერთხვა ძალიან ელემენტარული. ან პირიქით, შეიძლება მხოლოდ 500 სიტყვით შემოიფარგლებოდე და კომუნიკაცია შეძლო ძალიან ჩვეულებრივად. აი ჩემი მთავარი მიზანი ის არის. ანუ თქვენეული მიდგომები ამაში მდგომარეობს, როცა დაიწყეთ საუბარი, რაღაც შევეცადო ჩემეული მიდგომებიო შემეტანა სკოლაში. ხო, გარედან შევედი ჩემეული მიდგომებით, დამოკიდებულებებით, რა თქმა უნდა, მიუყვებით სასწავლო გეგმას რაც არის და იქ ძალიან კარგი მიზნებია გაწერილი. უბრალოდ გვჭირდება ამისთვის, აი საგაკვეთილო პროცესი არ არის საკმარისი, აი რაც გინდა რომ იმ შედეგზე გახვიდე მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გასათვალისწინებელია, რომ კლასში ყველა ერთი დონის და შესაძლებლობის მქონე მოსწავლე ვერზის ხო, საგნობრივად შესაბამისად უნდა მოახდინო მოდიფიკაცია ისე რომ ასიურ მდგომარეობაში არ დაგრჩეს არც ერთი გაკვეთილზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მისთვის ადაპტირებული, მისთვის მორგებული მასალა აუცილებლად უნდა გქონდეს, რომ მან მნიშვნელოვნად იგრძნოს გაკვეთილზე თავი. რაც შეუძლია იმის შესაბამისად. თამარ, რეპეტიტორობის ამდენწლიანი გამოცდილება გქონდა და ახაც გაქვს 14 წლიანი. ამ 14 წლის მანძილზე როგორ დავიჯერე, რომ არც ერთი სკოლისგან არ ყოფილა შემოთავაზება, ან თავად გამოგეჩინათ ინიციატივა და რომელიმე მათგანი უარს გეტყოდათ. აი, მაინც და მაინც ახლა რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. კი, შემოთავაზებებიც ხშირად ყოფილა, მაგრამ მე მუშაობდი სხვა პროფილით, ენასთან მიმართებაში, მაგრამ ძირითადად მუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციებთან თარგმანზე, შესაბამისად დროიდან გამომდინარე, ანუ იქ მოქნილი სამუშაო გრაფიკი მქონდა, სკოლაში ასე არ არის და ვერ არის, რა თქმა უნდა, და შესაბამისად ვირჩიე მაინც აი ეს მიმართულება. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილი არ მიმიტოვებია ჩემ კერძო ჭრილში, თუმცა 8 წელი მე ვკითხულობდი ლექციებს ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელში და ამ მიმართულებითაც ჩართული ვიყავი, მაგრამ რაც შეეხება საჯარო სკოლას, 1 წელია უკვე რაც ამ სივრცეში ვარ და გადაწყვეტილება მივიღე იმ ფონზე, როდესაც მე დროებით მომიწია ამ სკოლაში შესვლა, მინდა აღვნიშნო ეს ჩემი მშობლიური სკოლა არის და ალბათ გადაწყვეტილებაც უფრო ამან გადაწონა, რომ უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო ჩემს მშობლიურ სკოლაში ყოფილიყავი მასწავლებელი და განსაკუთრებული ხელვა მქონდა გასაუბრების დღეს, ალბათ არ მექნებოდა სხვა სკოლაში, ვფიქრობ ამდენად ხელვის მომენტი, რადგან 10 მაგად გრძნობდი პასუხისმგებლობას ჩემი მშობლიური სკოლის წინაშე, იმიტომ რომ მე ყოველთვის აღვნიშნავ არაერთხელ მithქვამს თქვენთანაც გადაცემაში, მე თუ რაიმე შევძელი შემდეგ ეტაპზე, სკოლის შემდეგ, სტუდენტობა იყო თუ სხვა სამსახურეობრივი და კარიერული ეტაპები, ყველა ეს უნარი მე ჩემმა სკოლამ მომცა ჩემი მოსწავლეობის დროს. ამიტომ 10 მაგი იყო პასუხისმგებლობა. იმავე სკოლაში ყოფილიყავი მასწავლებლებიც ნერვიულობენ რომ იცოდეთ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენც ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები ვართ. ჩვენ ადრე როცა გქონდა ის დისტანციური ჩართვები თუ სტუდიაში მოგზანდებოდი, ხოლმე საუბრობდით, რომ საგანმანათლებლო სივრცეებში არის რაღაც ხარვეზები. ჩვენი განათლების სისტემა ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე და ვერ პასუხობთ იმ გამოწვევებს, სკოლა ვერ აძლევს შესაბამის განათლებას, რის გამოც თქვენ ამდენი მოსწავლე გყავდათ და გყავს დარწმუნებული ვარ როგორც რეპეტიტორს. ეხლა რასაც საკუთარი თვალით ხედავთ ახლა სხვა კუთხით, როგორ შეაფასებთ? მე აზრი არ შემიცვლია. იგივე აზრზე ხართ? კი, ძალიან ბევრი დეტალი არის დასახვეწი. სხვა ფორმულირებით წარმოსადგენი, აქ გასათვალისწინებელი არის თუნდაც რაოდენობები საკლასო ოთახში მოსწავლეების, თუნდაც აი საგნობრივი სტანდარტები, რაც გაწერილი არის, აი რეალურად სივრცეში, აი რაოდენობასთან აუდიტორიაში სადაც შედიხარ, რამდენად გაქვს გასაქანი, რომ აი
ზუსტად იმ ხარისხზე, იმ შედეგზე, რასაც ითვალისწინებს ეროვნულ სასწავლო გეგმა, აი მოასწრო, ჩაატიო, საგაკვეთილო პროცესი არ ყოფნის მხოლოდ რა ამას ყველაფერს. აქედან გამომდინარე, აი ძალიან ბევრი ნიუანსია, რასაც ჭირდება გადახედვა, სხვა ფორმით შეთავაზება, მასიური გახდა სპეცსაჭიროების მქონე მოსწავლეები. აი ეს კიდევ სხვა ჭრილში განსახილველი თემა არის, რომელსაც ნამდვილად ჭირდება მუშაობა და სერიოზული მუშაობა, რომ მოხდეს სწორი ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში, მუშაობაში ჩართვა, დახარისხება, რომ აი არ დაზარალდეს არც ერთი მხარე და არც მეორე მხარე. მე იგივე აზრზე ვჩები, რომ სამუშაო კვლავ ბევრია. მაგრამ რაღაც პატარ-პატარა გამონათებები იქნება, ხო, რაც იმას გაძლევს. ნახეთ, მაინც მეორე მხარე რომ დაინახოთ, მაინც მასწავლებელი არ ის კადრი, ვისაც შეგიძლია დაარეგულირო, მართო, რადგან შენ შედიხარ ყოველდღიურად იმ სივრცეში, შენ შეგიძლია მოიკითხოს 26-ის შემონათებული მზერა. და მე ვფიქრობ, რომ უფრო ახლო და მჭიდრო კომუნიკაცია და ხშირი კომუნიკაცია მასწავლებლებთან არსებულ პრობლემებზე იქნებოდა უფრო კარგი და შედეგის მომტანი, რადგან რეალურად როცა ვერ ხედავ კონკრეტულ მომენტს, კარგია ზოგადი კვლევის საფუძველზე, როცა აკეთებ ანალიზს და იქედან გამომდინარე იგეგმება სიტყვაზე საგნობრივი სტანდარტიც, ზოგადად სასწავლო გეგმაც ყველაფერი, მაგრამ ის მაინც ზოგადი სურათია. აი კონკრეტულად უკვე ყოველდღიურად ფაქტის წინაშე დადგომა ეს უკვე სხვა თემა. თამარ, თქვენ ბრძანეთ, რომ ჩემი ესე, რა თქმა უნდა, კარგია მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლე, მაგრამ მაინც ორიენტირებული არ ვართ, რომ 10-ათოსანი იყოს და რაღაც ამით სიამაყით აღოსოთ. ანუ პედაგოგის მისია მასწავლებლების კიდევ უფრო რამდენად დიდია, გარდა იმისა, რომ პირობითად მე თქვენი მოსწავლე ვარ და მარტო ინგლისური უნდა მასწავლოთ. ანუ როგორ აპირებ, რომ ჩემი გული მოიგო, როგორ აპირებ და როგორ დააპირებ, რომ მე თქვენ გენდოთ, რომ მე შემიყვარდეს ეს საგანი, რომ მე ვიყო კარგი მოქალაქე. ანუ რას ნიშნავს ზოგადად მასწავლებელი? მასწავლებლობა ზოგადად არის პროფესია, რომელსაც ალბათ პასუხისმგებლობა ეკისრება იმ დოზით, რომელსაც ვერც ერთი სხვა პროფესია ვერ შეედრება და ამაზე შემიძლია ვიკამათო, რადგან ყველა ნებისმიერი პროფესია მოდის მასწავლებლებიდან. ყველას თავი იყო საძირკველი მასწავლებელი. მასწავლებელი არ არის მხოლოდ პიროვნება, რომელიც გადასცემს ცოდნას. ჩვენი მისია და პასუხისმგებლობა არის არა მხოლოდ აკადემიური, არამედ პიროვნული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და მე როდესაც პირველი დღე მქონდა ჩემს სადამრიგებლო კლასში და სულ მეოთხე კლასელები არიან ჩემი ვარსკვლავები, თამუნას ვარსკვლავები ქვიათ ამბიციურად გამოგვივიდა სახელწოდება. აი განსაკუთრებულად ვემზადებოდი აი იმ პირველი დღისთვის, რადგან ეს იქნებოდა მათთვის პირველი საწყისი ახალ საფეხურზე, ახალ მასწავლებელთან და მინდა აი ფიქრობდი, რომ ყველა დეტალი მქონოდა გათვლილი და ეს უნდა ყოფილიყო პირველი ჩვენი დობის ძაფის გაბმა, რომ ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ თემაზე მათ უნდა ქონდეთ ჩემი იმედი, ნებისმიერ თემასთან მიმართებაში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ურთიერთობების სწორად ფორმულირება. როგორც თვითონ მასწავლებლის მოსწავლესთან, ასევე თვითონ საკლასო გარემო. აქ არ არის მარტო მოსწავლე, აქ სამი უდიდესი რგოლი არის, სკოლა, მასწავლებელი, მშობელი, თანამშრომლობითი კულტურა არის ნომერ პირველი გამოსავალი ყველა პრობლემის გადასაჭრელად. იმისთვის, რომ მე მივიდე მაღალ აკადემიურ მოსწრებამდე, ჩემმა მასწავლებელმა, ჩემში უნდა გააღვიძოს დობის ფაქტორი. აუცილებლად უნდა შემიქმნას მოტივაცია და დამანახოს თითოეული საგნის აქტუალობა და მნიშვნელობა. ანუ სკოლის დანიშნულება და მნიშვნელობა უნდა მივაწოდოთ სწორად მოსწავლეებს, რომ ეს არ არის რუტინული მოვალეობა, დილით უნდა გავიღვიძო, აუცილებლად ან გამაღვიძონ და წუწუნით წავიდე და იმიტომ რომ გაკვეთილებს თუ გავასწენ არა დამეწერება. ანუ ეს განცდა და შეგრძნება არ უნდა ქონდეს მოსწავლეს. მას უნდა უხაროდეს დილა რო თენდება და მოდის სკოლაში, იმიტომ რომ მას რაღაც საინტერესო აუცილებლად ახვდება და რაღაც ახალს აუცილებლად წაიღებს. და ეს თანამშრომლობითი რგოლი პროცენტულად როგორ არის ახლა დღეს? საბედნიეროდ ჩვენ კოლეგიების ჭრილში მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ მაღალია თანამშრომლობითი კულტურა ჩვენთან. მე პირადად სადამრიგებლოში მშობლებთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია მაქვს.
მაქსიმალურად ჩართული ვარ პროცესებში, რა თქმა უნდა, რაც ეხება ჩვენს სასკოლო სივრცეს და ვფიქრობ, რომ აი ყოველთვის არის გამოსავალი ნებისმიერ პრობლემაში. თუ კი შეგვიძლია დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვიმშველოთ და ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება, ისე რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს. თამარ, რომ არა მასწავლებელი ვინ იქნებოდეთ? იურისტი. იურისტი. რატომ? უფლებების დაცვა გიყვართ უსამართლო. ვერ ვიტან უსამართლობას. კი, და აი ისედაც ნებისმიერ დროს ყოველთვის ვიცი, ყოველთვის თქვა სათქმელი არ მიყვარს მიღების ტარება და არ აქვს მნიშვნელობა, მე ამით შეიძლება პრობლემის წინაშე დავაყენო, საფრთხის წინაშე თუნდაც სამსახური ან ნებისმიერ რამე, მაგრამ თუ სათქმელია და უსამართლობას ხედავ, აუცილებლად ვიტყვი. ამიტომ თუ რომ არა მასწავლებელი, აუცილებლად ვიქნებოდი იურისტი. და ეხლა დროის ფაქტორი რომ არა და იყოთ ასეთი გადატვირთული, ხომ შეგიძლიათ ეხაც მოიპოვოთ იურისტის. და გვიან არასდროს არ არის ესეც ხსმენია. გეგმაშიც მაქვს. კიდე რა გაქვთ გეგმაში? ანუ როცა ხო, ის რომ მასწავლებლებიც ნერვიულობენ, ამაზე ვთანხმდებით. მაგრამ მასწავლებლები ანუ სკოლის მიღმა, საკლასო ოთახის მიღმა როგორები არიან? თქვენ როგორი ხართ? მე ძალიან მხიარული პირველი. და პოზიტიური. კი ბატონო. აუცილებლად ენერგიული უნდა ვიყო, ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობა, იმიტომ რომ მე თუ განწყობით არ შევედი გაკვეთილზე, ან თუნდაც ჩემს კოლეგებთან, ხო, აი მე რომ მოჟამული სახით შევა, გული რომ იწოვს მოსწავლეს როგორ უნდა ვთხოვ, მე იყავი აქტიური გაკვეთილზე. ანუ მე უნდა შევიდე იმ мотивაციით და იმ განწყობით, რომ აი მოდუნების საშუალება მას არ უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, პატივსაცემია ის ადამიანები, ვინც რამდენიმე ათეული წლებია სკოლაში მასწავლებლები არიან, მაგრამ ეს თაობათა ცვლა, შანსის მისცემა ახალგაზრდა მასწავლებლებს. ხშირად ახალგაზრდები კრიტიკის ქარცეცხლში ეხება, ეს მხოლოდ მოსწავლეს არ ეხება, შეიძლება პედაგოგებიც იყოთ, ხო? განწირულები ბრწყალებში როგორ შეიძლება რა ფორმულირება მივცეთ. ანუ ახალი სისხლი რატო სჭირდება და აი ეს ბალანსი არ დაარღვიო, ძველს პატივისცე და თან ეს სიახლე ისე შეიტანო, რომ გაღიზიანებაც არ გამოიწვიო, ანუ ამ ბალანსის პოვნას როგორ ხედავთ თქვენ რატო არის? აი ჩვენთან ეს ძალიან კარგად არის დაბალანსებული. მე დღემდე მაქვს პატივი ჩემს ყოფილ მასწავლებლებთან მქონდეს კოლეგიალური თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, სიახლე ის ახალი სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის სივრცეში, მაგრამ ამავდროულად თანაბარი მნიშვნელობითია ის გამოცდილება. რა თქმა უნდა, მიდგომები იცვლება, მაგრამ ცოდნა არ იცვლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომაც ჩვენ არავის არ გვაქვს დისკომფორტი სიტყვაზე რაიმე სიახლეებს ან პირიქით ერთმანეთს უზიარებთ აზრს, შეხედულებას ამ პროექტში ეს ამ ჭრილით აჯობებს თუ აი ამ შედეგზე უფრო გავად ამ ხერხით, ამ მიდგომით, ამ კუთხით ვიტყვი რომ ნამდვილად კომფორტია ჩვენთან. მე პირადად არ მქონია როგორც ახალს, ახლა ახალია და კარგით რა არასდროს არ გამიგონია, არ მიგრძნია პირიქით. ამიტომაც აღვნიშნე თანამშრომლობითი კულტურა ძალიან კარგად არის ჩვენს სკოლაში. ანუ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც არ ნანობთ. როგორ ფიქრობთ, კიდე დიდი ხნის მანძილზე შემორჩებით თუნდაც 32 საჯარო სკოლას თუ რაღაც ახალი გამოწვევა და ახალი რაღაც ახალ გამოწვევებზე უარასდროს ვარ მომხოლმე, მაგრამ მასწავლებლობას როგორც პროფესიას ალბათ სანამ ჩემი პროდუქტიულობა არ ამოწურავს შესაძლებლობას, მანამდე უარს ვერ ვიტყვი. გაკვეთილის გარეშე არ შემიძლია. ანუ იმენად, ანუ ბრძანდებით ეს ნიშნავს, რომ ძალიან თვითკრიტიკული, როცა საუბრობთ სხვების უფლებების. აუცილებლად. ანუ რა იქნება, მე გისურვებ, რომ დიდი ხნის მანძილზე იყოთ პროდუქტიული, მაგრამ რა იქნება პირველი მანიშნებელი, როცა შეიძლება დაფიქრდეთ, რომ რაღაც ისე ვერ არის თამარი, როგორც იყო. პირველი მანიშნებელი ის იქნება, რომ როდესაც გაკვეთილზე შევა და აღმოვაჩენ, რომ 25-დან 6 არ გაუჩნდა სურვილი დავალება მოემზადებინა. ან არ გამოქცეულიყო ჩასახუტები. რაც ყოველდღურად ყველა კლასში ხდება. მაშინ მივხვდები უკვე, რომ ესე კი რაღაც იმ ხარისხით ვერ გამიკეთებია და უკვე დროა გზა დაუთმო ახალ სიცხეს. ხო, მაგრამ ხო შეიძლება იგივე სახე დაბრუნდეთ და ეგრევე ხელი არ ჩაიქნიოთ ხომ? რა თქმა უნდა, ხელი რაღაცა პერიოდი ხო უნდა მისცეთ საკუთარ თავს, რომ შეიძლება ისე ჩახუტება დაიმსახუროთ. რას ნიშნავს მასწავლებლისთვის, როცა რამდენიმე ათეული ბავშვი ჩაიხუტება სიყვარულს გამოხატავს, ეფერება და ეს არის ადრენალინი. ხო. ეს არის საზრდო, რომ არ გაქვს მოდუნების შესაძლებლობა და აუცილებლად უნდა იფიქრო განსხვავებაზე, განსაკუთრებაზე, რომ თითოეული მათი გაკვეთილი იყოს საინტერესო და პროდუქტიული. ეს არის ჩვეულებრივი დამუხტვის ენერგია, რაც ადამიანს და მასწავლებლებს
გაძლევს უზღვავ ენერგიას. აი რომ ეკითხებიან თუ შენ ენერგიის წყარო რა არის და დაჯექი ხანდახან ჩამოჯექი ამოისურთებით. არა, ორ რიცხვში მიწევს გაკვეთილები და შემიძლია თამამად ვთქვა რომ მეორე წლის ბოლო გაკვეთილს იგივე შემართებით ენერგიითაა როგორც პირველი წლის პირველ გაკვეთილს. მე გისურვებთ რომ დიდი ხნის მანძილზე იყოთ მსგავსი ენერგიებით, გისურვებთ რომ ბევრი კარგი მოქალაქე აღგეზარდოთ. გარდა იმისა, რომ რასაც აკეთებთ ამდენი წლის მანძილზე, მრავალწლიანი თანამშრომლობა და ეს მეგობრობა გვაკავშირებს საეთერო და მე ამიტომ მიყვარს ამ გადაცემის არსი, რომ ბევრ კარგ ადამიანს გაგვეცნობს ხოლმე. ერთ-ერთი მათგანი რა თქმა უნდა თქვენ ხართ. მადლობა რომ დღესაც გვეწვიეთ. წარმატებებს გისურვებთ როგორც რეპეტიტორს, როგორც მასწავლებელს და მიხარია რომ საჯარო სკოლაშიც გიხილეთ და თქვენს გამოცდილებასაც ოდნას უზიარებთ. მეც გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენ სივრცეში ყოფნა. განსაკუთრებით დადებითი აურა გაქვთ. დიდი მადლობა. ცირედი საჩუქრით მოვედი. აბა რა ხდება? ჩვენი თემა მაინტერესებს რა ხდება და იქნება კი, აი ეს ჩვენი კლუბის როგორც აღნიშნე ბრენდირებული ჩაის დასადები არიან ყავის ფინჯნისთვის და გაგახსენდება ხოლმე როცა დაახედავ წარწერით არის როგორი სილამაზეა. ხელნაკეთი არის სპეციალურად თქვენთვის. დიდი მადლობა. და სხვათა შორის ქუთაისის ავიზიტო ბარათი, ხო? გვირილებით. სხვაგვარად არ შეიძლება. ჩვენ ვცდილობთ არა მხოლოდ ინგლისური ვისწავლოთ. აი ეს ღირებულებებიც რაც გვჭირდება არარეალურად გავიაროთ. ხო, ქუთაისის მნიშვნელობაც უნდა იცოდეს ალბათ ყველა ადამიანმა. იმდენი რამ თქმულა და დაწერილა ქუთაისი, ჩვენ ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ მადლობა დრო დაგვითმე. წარმატებები თქვენს მოსწავლეებს და დაგემშვიდობებით დროებით მორიგ საეთერო შეხვედრა. თქვენ დროებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეისათვის გადაცემაში უოთხე ქუთაისში ამით დასრულებულია. ბედნიერ წარმატებულ პოზიტიურ დღეს გისურვებთ. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ, სხვათა შორის ძალიან საინტერესო ფილმი უნდა განვიხილოთ ზან ხონელიძესთან ერთად და იმეც დავიტოვებ, რომ ეს რუბრიკაც პერიოდულად დაბრუნდება ტელეკომპანია მეგატივის პირდაპირ ეთერში. ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.